გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე, მე ქეთიკა შეკაშვილი ვარ. დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში, რა ვითარება რეგიონებში, პირდაპირი ჩართვა გურიიდან. გამოკითხვები სასამართლოში, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება გრძელდება. დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ერთვებიან. ბრძანება პრემიერ-მინისტრმა გამოსცა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება გურიაში, სადაც ინტენსიურად თოვს და გარკვეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ტექნიკით მუშაობა გართულებულია. სტიქიას გურიაში მსხვერპლი მოხვა. გიორგი აბაზაძეს ვრთავთ გურიიდან პირდაპირ ეთერში. შეიძლება ითქვას, რომ სტიქია სრულიად დასავლეთ საქართველოში მძვინვარებს, ნალექის ინტენსივობა გაძლიერდა ახლა იმერეთში, თუმცა თოვლის საფარმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია აჭარასა და გურიაში, სადაც სამუშაოებს დაბალი ტემპერატურა და ნალექის ინტენსივობა ართულებს გადაუღებელი თოვლის გამო რამდენჯერმე ხდება ერთსა და იმავე ტერიტორიაზე გზის წმენდა, რთულია ვითარება განსაკუთრებით მაღალი ზონის სოფლებში. დავიწყოთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტით, სადაც ამ წუთებშიც მუშაობს მძიმე ტექნიკა. ვითარება განსაკუთრებით რთულია აცანა მამათის, ჩოჩხათის, ორმეთის, ლესგულიანის, ჩიბათის, შუხუთის, სუფსის მიმართულებით. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და სპეციალური ჯგუფები მუშაობენ ამ წუთებშიც, რომ მალე აღმოიფხვრას პრობლემა. რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, აქ რთულია ვითარება ნატანების შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე შომასა და დაბა ნარიჩი, სადაც შიდა საუბნო გზებს ამ წუთებშიც წმენს ტექნიკა. გადაუღებელმა ძლიერმა თოვამ გურიაში დააზიანა საცხოვრებელი სახლები და მიმდინარეობს მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა, ასევე რეგიონში მოქმედებს საგანგებო შტაბი. ინფორმაცია გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც, სადაც ნათქვამია, რომ დასავლეთ საქართველოში ძლიერი თოვა და ქარბუქი კიდევ 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სამწუხაროდ გურიაში სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. გურიის რეგიონში სტიქიის პირველივე დღიდან შექმნილია სპეციალური შტაბი. 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. აქტიურ კომუნიკაციაზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, რათა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად მოხდეს ყველა იმ საჭიროებაზე და ყველა შეტყობინებაზე რეაგირება. თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით გვაქვს ისეთი სოფლები, სადაც გადაადგილება შეუძლებელია, მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები, ასევე 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ენერგოპრო ჯორჯიას და სოკარის თანამშრომლები, რათა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მოხდეს ელექტროენერგიის და გაზმომარაგების მიწოდების აღდგენა. ასევე როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უკვე სამაშველო ღონისძიებებში დღეიდან ჩაერთვება შეიარაღებული ძალები. ყველა რესურსი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში და ეფექტურად იქნას გადაჭრილი ყველა ის პრობლემა. როგორც მოისმინეთ, რამდენიმე დღეში ერთდროულად მოსული უხვი ნალექი, რომელმაც მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს შოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ართულებს სამუშაოებს, თუმცა ტექნიკა ამ წუთებშიც მუშაობს. თოვლის საფარმა ზოგან მეტრს და მეტრ ნახევარს გადააჭარბა. მადლობა, ეს გიორგი აბაზაძე იყო. ამ დროისთვის ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოს აბონენტების დაახლოებით 8%-ს შეზღუდვით მიეწოდება. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება გურიაში, სადაც დაახლოებით 16,000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგოპრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი და დამატებითი ტექნიკური ბრიგადები გურიაში და აჭარაში საგანგებო ვითარებაში განაგრძობენ მუშაობას. ჩამოსული არიან რეგიონები და დამხმარე ბრიგადები. ენერგოპრო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა აბონენტამდე მივიყვანოთ ელექტროენერგია. დაზიანების ადგილებამდე ჭირს მისვლა, იმიტომ რომ ფაქტიურად ზოგიერთ ადგილებში თოვლის საფარი აღწევს მეტრო ნახევარს. მიდის ინტენსიური მუშაობა, ვერ ვახერხებთ ყველგან შესვლას. თოვლის გამო, სადაც ტექნიკით ვახერხებთ შესვლას, ტექნიკით შევდივართ, სადაც ტექნიკით ვერ ვახერხებთ, ფეხით შევდივართ და ვაკეთებთ მაქსიმუმს.
გურიის გარდა სტიქიამ პრობლემები შექმნა აჭარაში და იმერეთში. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 1,5 მეტრს გადააჭარბა, დაბალ ზონაში კი 1 მეტრს მიაღწია. ხულოს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება, ქედაში კი 7 ადმინისტრაციულ ერთეულში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დღის ბოლომდე უნდა დასრულდეს. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, თითოეულობის გამო დაზიანებული მსუბუქი გადახურვის სამუშაოები თითქმის დასრულდა და დღის ბოლოს ტერმინალი უკვე მზად იქნება მგზავრების შეუფერხებლად მისაღებად, თუმცა ფრენების აღდგენა ავიაკომპანიების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხრელად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ ხარაგაულში. გაწმენდილია დაბახულოში სტრატეგიული ობიექტებთან მისასვლელი გზები, ასევე მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებთან საავტომობილო გზებზე თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოებში აქტიურად ჩართულია აჭარის საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი. 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი საგანგებო შტაბი, რათა დროულად აღმოფხვრილ იქნას თითოეულების შედეგად გამოწვეული პრობლემები. თითოეულების შედეგად გარკვეული შეფერხებები იყო ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, თუმცა პროჯორჯიას აქტიური მუშაობით აღმოფხვრილ იქნა და სულად მიეწოდება მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს ელექტროენერგია. 15 ერთეულის საავტომობილო გზების დეპარტამენტის და 2 ერთეული მუნიციპალური სპეცტექნიკა მუშაობს გზების გაწმენდაზე. ასევე მინდა გითხრათ, რომ იყო შუქზე გამოწვევები, თუმცა ეტაპობრივად უკვე დაიწყო შუქის მიწოდება მოსახლეობისთვის და მე ვპირდები მოსახლეობას, რომ საღამომდე მთლიან მუნიციპალიტეტს მიეწოდება სრულად შუქი. დღეს გუში ღამით დაზიანდა წყლის სისტემა, თუმცა დღეს დილიდანვე გავიდა ჩვენი სამსახურები, როგორც კომუნალური სამსახური, ასევე წყალკანალის სამსახური და მოხდა წყლის სისტემის აღდგენა. წყალი არ მიეწოდებოდა 200-მდე აბონენტს, თუმცა ამ დროისთვის დაახლოებით 30 აბონენტია დარჩენილი, რომელსაც პირდები რომ საღამომდე წყალი მიეწოდებათ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე თავი შეიკავონ მგზავრობისგან, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მასშტაბით კვლავ ინტენსიური თოვაა. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მგზავრობისთვის აუცილებელია გამართული სატრანსპორტო საშუალება და სეზონის შესაბამისი საბურავები. სრული კლიმატური პირობები არის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში და რიკოტის საუბრობდა ხელმონაკვეთზე, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, იღრება ტექნიკური მარილი, მობილიზებული არის შესაბამისი ტექნიკები, მუშა პერსონალი, მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს ცენტრალურ მაგისტრალზეც და განსაკუთრებით რიკოტის საუბრობდა ხელმონაკვეთზე, უზრუნველყოფილია ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი და საფრთხე ადგილების პირობები. აგრეთვე არის მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტი. ვაგვირდებით კლიმატურ პირობებს, ამ ეტაპზე რიკოტის საუბრობდა ხელმონაკვეთზე შეცვლა თოვა, დავაგვირდებით თუ მოგვეცა საშუალება, რა თქმა უნდა, აღნიშნულ შეზღუდვასაც მოვხსნით. სტიქიის მასშტაბურობაზე ისაუბრა უმრავლესობის ლიდერმა. მამუკა მდინარაძის თქმით, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ადამიანებს სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები შეუმსუბუქოს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე ცრუ ინფორმაციების გავრცელებაზე და ამ თემით სპეკულირებაზე. მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, იმდენად მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და რაღაცნაირად შეიმსუბუქოს მას სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები. მაქსიმალური კეთდება ჩართულია ყველა საქალაქო სამსახური დასავლეთ საქართველოში პრაქტიკულად სახელმწიფო დაწესებულებებში ადამიანი არ არის, ყველა გასულია სოფლებში, ქალაქებში ეხმარებიან მაქსიმალურად მოსახლეობას. ასევე ჩართულია უკვე პრემიერ-მინისტრმა ნახეთ, რომ ბრძანება გამოსცა თავდაცვის ძალები, ისინი მათი დიდი ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი მიემართება და თითოეულ ოჯახში შევიან, სადაც კი შესაძლებლობა ამის. არის ადგილები ძალიან სამწუხაროდ, სადაც მძიმე ტექნიკასაც კი, ყველაზე მაღალი განავლობის ტექნიკასაც კი უჭირს მიახლოვება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე სოფელი და რამდენიმე ოჯახი, საიდანაც არის რაღაცა პრობლემები და საგანგაშო სიგნალები და ამ წუთამდე დეტალურად ვიცით სახელები და გვარებით ამ წუთამდე ცდილობენ მიუახლოვდნენ მძიმე ტექნიკით, მაღალი გამოვლენების ტექნიკით და ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ხდება ქსების გაკვალვა. მათ შორის არის ასევე
სურსათის დახმარების ბევრი განსაჭიროება და შემთხვევები, თუმცა არის შემთხვევები, სადაც ეს ჭირს, იმიტომ რომ ბევრი სოფელი, პატარა სოფლები განსაკუთრებით მაღალ მთაში მოწყვეტილია საერთოდ კომუნიკაციაში არ არიან და იქაც მიდის ახლა მძიმე და მაღალი გამომგობის ტექნიკით გადაადგილება, რომ ბოლო ოჯახამდეც კი მივიდნენ. ძალიან ცუდია ისიც, რომ არ წყდება სპეკულაციები. სოფელ ნინოშულში, ლანჩხუთში გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი. და ამაზე წერდნენ, რომ რაღაც ექსტრემალური სიტუაცია იყო და ვერ მიუსწრეს და გარდაიცვალა სტიქიის გამო და წარმოიდგინა 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც აწერდნენ სტიქიას და ეხლა ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდა ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ იმისათვის რომ ზედმეტი პანიკა არ შეგვიყვანოს. ისედაც რთული ვითარებაა, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება თეორიულადაც კი შენ შემთხვევაში და ესენი აპანიკებენ. მავნებლობის ხარისხს წარმოიდგინეთ, რომ სადღაც იღუპებიან ადამიანები იმის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ მიუსწრო, სასწრაფომ ვერ მიუსწრო, რაღაც ვერ გააკეთეს და ასე შემდეგ. ამ მავნებლობას ძალიან თქო 2-3 დღით მაინც დაანებონ თავი. სტიქიის თემით манипуლირებას ოპოზიციის და ოპოზიციური მედიის მიერ სამარცხვინოს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. რაც შეეხება სტიქიას, ხედავთ რომ არის ძალიან მძიმე ვითარება ამინდის ხრი, მათ შორის პროგნოზიც არის რომ 2 დღე თუ არ ვცდები ჯერ იქნება კვლავ თოვა. სახელმწიფო სულად მობილიზებულია იმისთვის უპირველეს ყოვლისა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებთან გზები, მისასვლელი გზები იყოს გაწმენდილი, რომ კომუნიკაცია შედგეს და ასევე მოსახლეობას ჰქონდეს ყველა პირველი საჭიროების თები და ასე შემდეგ. ზუსტად ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო შესაბამისი სტრუქტურები, რომ აი ამ უამინდობის პირობებში, რომელიც გრძელდება ჯერ კიდევ, არ არის ის ჩვენ დღეს ვიმყოფებით თბილისში და აქ ამინდი მართალია მოწმენდილია, მაგრამ იქ კვლავ არის როგორც იცით სტიქია გრძელდება, სტიქია თოვლი არის, რომელიც კვლავ გრძელდება და ამ პირობებში აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ კომუნიკაციები იყოს. სამარცხვინო არომამ ურთულეს ვითარებაშიც კი ოპოზიცია და მისი მედია სამარცხვინო манипуლაციებს მიმართავს, რომლის მიზანი ისედაც რთულ დროს ადამიანების ისედაც დამძიმებულ ემოციებზე თამაშია. ფაქტია, რომ არ არსებობს უბედურება, რომლით პოლიტიკურ манипуლირებასაც ისინი ითაკილებენ. სახელმწიფო მთელი რესურსით ჩართულია სტიქიის შედეგების აღმოფხრაში, მიუხედავად იმისა, რომ თოვა არ წყდება, რაც როგორც გაწმენდით, ისე სამაშველო სამუშაოებს აფერხებს. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციას, მაშვედებს, ჯარს, ყველა უწყებას, რომლებიც ჩართული არიან სტიქიასთან ბრძოლის საქმეში. ყველას მოვუწოდებ გვერდზე გადავდოთ სტიქიური უბედურების პოლიტიზების მცდელობა და ძალისხმევა დაზარალებული მოსახლეობის თანაგრძნობისა და გამხნევებისკენ მივმართოთ. დასავლეთ საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი მესამე დღეა საგანგებო რეჟიმით მუშაობს. სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები. მეხანძრე მაშველებმა ამ დროისთვის ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ. ასევე უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც თითოეულობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესულ შეტყობინებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ რეაგირებას. საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით სხვადასხვა უწყების შესაბამის სამსახურთან ერთად მობილიზებული არიან როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი განაგრძობს საგანგებო რეჟიმით მუშაობას სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად. არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება გრძელდება. მოსამართლის თანდასწრებით კითხვებს უპასუხეს საიას ხელმძღვანელმა და ისფედის ხელმძღვანელის მოადგილემ. პროკურორის თქმით, გამოკითხულებს არ წარუდგენიათ არც ერთი ფაქტი, რომელიც ადმინისტრაციულ სასამართლოს არ განუხილავს. სოფო ბერიძე გვერდდება თემით პირდაპირ ეთერში.
გამოძიებას ისფედის მიგნებებზე ესაუბრა ლევან ნატროშვილი, იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელმაც 2020 წელს ხმის პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა და რომელიც ახლა საიასთან ერთად ხელისუფლებას 26 ოქტომბრის არჩევნების გააყალბების ბრალდებას უყენებს. თუმცა პროკურორი ქეთევან ჩაჩავა ამბობს, რომ ლევან ნატროშვილი დღეს ძირითადად სატელევიზიო სიუჟეტებიდან მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით საუბრობდა. თავად ნატროშვილი კი ამტკიცებს, რომ საარჩევნო დარღვევები ყველაზე უკეთ სწორედ მედიამ ასახა. ჩვენ დაკვირვების შედეგები, რაც იყო კონკრეტული უბნების მითითებები, რა დარღვევები აღმოაჩინეთ, ამის შესახებ ვისაუბრეთ და მათ შორის კი ბატონო, ამაზეც ვისაუბრეთ სიუჟეტებზე. ეს მოვიყვანეთ როგორც მაგალითი იმისა, რომ რა დარღვევები შეიძლება ყოფილიყო, ვინაიდან ამ სიუჟეტებში ძალიან კარგად ჩანდა კონკრეტული პირები, სახელი, გვარები, მდებარეობები, კონკრეტული ადამიანების სავარაუდო დამნაშავეების სახელი და გვარებიც იყო დასახელებული და ამიტომ ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დავასახელეთ ეს სიუჟეტები. წარმოგვიდგინა მისი ორგანიზაციის მიერ მოპოვებული გარკვეული მიგნებები, ძირითადად საუბრობდა სიუჟეტებიდან მიღებულ ინფორმაციაზე და ამ ანალიზს აკეთებდა. რაიმე კონკრეტული მონაცემი, მაგალითად პირადობის ჩამორთმევასთან, სახელები და გვარები, უშუალოდ ვის შეესწრო ამ ფაქტს, მოსყიდვასთან, ზეწოლასთან დაკავშირებულ ფაქტებზე, კონკრეტული სახელები და გვარები გამოძიებას არ მიუღია. მოწმე ძირითადად საუბრობდა სიუჟეტიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ისფედის მიერ მიღებული ინფორმაცია გამოძიებას შესწავლილი აქვს, გაანალიზებული მაქვს და ამის ირგვლივ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. თუმცა კონკრეტული მონაცემები დღევანდელი დაკითხვით გამოძიებამ ვერ მიიღო. ხელისუფლებას არ უკვირს, რომ არჩევნების გაყალბების მბრალმდებლები რეალური მტკიცებულებების გარეშე არიან, რადგან მართველი პარტია ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე საუბარი ცარიელი სპეკულაცია. ამას გამარჯვებული გუნდისთვის ისიც ადასტურებს, რომ ხმამაღალი განცხადებების შემდეგ გამოძიებასთან თანამშრომლობას ყოფილი პრეზიდენტიც გაექცა. რაც არ არის, იმას ვერავის მიაწვდი. მარტივია. დღეს უთხრეს NGO სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე დავალების შემსრულებლები იყვნენ, რომ თქვენ რომ იძახდით ქალბატონო, ბატონო თუ ასე შემდეგ. რომ გაყავდა არჩევნები ორჯერ და სამჯერ და 17ჯერ ხმის მიწვევის პაქტი დაფიქსირდა. ერთი მტკიცებულება თუ შეიძლება წარმოადგინეთო და მივიდნენ და ღია წყაროებში იყო ამანის თქვა, იმანის თქვა. ეგრე იტყვი რასაც გინდა. მტკიცებულება სად არის? 300-400 ხმა გაყავდაო და ერთის მტკიცებულება არ მაქვს, ამან თქვა და იმან თქვაო. ეს უკვე არასერიოზულობაც აღარ არის. თავის დროზე მტკიცებულება პირიქით არის. ისინი როგორ კოორდინირებულად ასრულებდნენ დავალებებს და ერთი მესიჯ ბოქსით ცდილობდნენ ამ ქვეყნის დაზიანებას. ქართული ხალხის არჩევნის უგულებელყოფას 2020-ში საერთოდ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბეს. 2012-ში გადაგდებულ აგენტურას კვლავ რომ ემართა ეს ქვეყანა, ამისათვის შეასრულეს დაკვეთა და USAID-ის ფინანსებით გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები და დანარჩენები ამაში ეხმარებოდნენ და მთელი ეს სპექტრი აგენტურული ნაცაგენტურა დაწყობილი იყო და იმეორებდა ერთმანეთის მიყოლებით ესე მიჯრით ყოველდღიურად კამპანიური ხასიათის იყო ეს ყველაფერი, რომ გააყალბდა არჩევნები. რა ვიცი, მეტი მორალური, პოლიტიკური თუ ისედაც შეიძლება რა თქმა უნდა იყოს, დანაშაული არის შეუძლებელი ჩაიდინოს საკუთარი ქვეყნის წინაშე. სასამართლოში გამოძიების კითხვებს დღეს საიას ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემაც უპასუხა, ირკვევა, რომ 7 ეგრეთ წოდებულ ბაინდერად წარდგენილი მტკიცებულებები რეალურად ის საჩივრები აღმოჩნდა, რომელიც საიას დამკვირვებლებმა არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში დაწერეს. პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე გვერდთვებოდა. პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. საუბარია მტკვარი ჰესის პროექტზე. საგამოძიებო უწყების განმარტებით ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალი სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. კოვიდის დროს ვერ ხერხდებოდა ჯეროვნად პროექტის შესრულება ობიექტური მიზეზების გამო, რამაც გაწელა ძალიან პროექტი. ამის შედეგად პროექტის ძირითადი ხარჯისტი ზრდა მიყვა ქონების გადასახადს, საბანკო სესხის მომსახურებას. ასევე მოხდა გვირაბში სათხრელი მანქანის გაჭედვა, რომლის გამოყვანასაც დაჭირდა 18 თვე. ამის დამთავრების გარეშე ვერ იწყებოდა სხვა სამუშაოები. შესაბამისად, ყველა თუ კი რამე გადახარჯვა და ბიუჯეტის ზრდა იყო ობიექტური
მტკვარი ჰესის პროექტის შეძენამდე თანაინვესტირების ფონდის დაკვეთით ჰესის პროექტის ექსპერტიზა და შესაბამისი კვლევები ჩატარდა, რის შედეგადაც არაერთი მნიშვნელოვანი ასევე არსებითი ხასიათის რისკი და საფრთხეები გამოვლინდა. გამოვლენილი რისკები სავალდებულოდ უნდა გათვალისწინებულიყო როგორც ჰესის მშენებლობის დაწყებისას, ასევე მიმდინარეობის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი როგორც თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი სრულად იყო პასუხისმგებელი GCF ლუქსემბურგის საინვესტიციო პროექტების და აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე. იგი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა. შედეგად მტკვარი ჰესის საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარიდან 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა, ჰესი ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა. შედეგად კი არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები. ჟენევაში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრელ კოლეგას ესაუბრა პიტერ სიარტო საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე და უნგრეთის პრინციპულ პოზიციაზე აკეთებს აქცენტს. რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრის შემდეგ, ამას ქეთი ქარდავა მოგვიყვება. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში შედგება სამთავრობოთა შორისო საბჭო უნგრეთის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრების და მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით. საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ძალიან დიდი პოტენციალი და რესურსი აქვს უნგრეთს და საქართველოს თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების, ძალიან ბევრი სტრატეგიული საკითხია განსახილველი და ამისათვის ეს ფორმატი იქნება საუკეთესო შესაძლებლობა. ჩვენ უკვე დავიწყეთ თარიღზე შეთანხმება, რადგან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ სამთავრობოთა შორისი საბჭოს შეხვედრას, რომელიც გვინდა რაც შეიძლება მალე შედგეს. ჩვენ სტრატეგიულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს თანამშრომლობას საქართველოსთან. პატივს ვცემთ სამუშაოს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უძღვება. თქვენ ხედავთ, რომ ერთად ძალიან კარგად ვმუშაობთ საერთაშორისო არენაზე. გუშინ გაეროში ჩვენ ერთად გავუწიეთ თანასპონსორობა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ მშვიდობის რეზოლუციას, რაც ჩემი აზრით ერთადერთი თავსებადი გზაა მშვიდობის დასამყარებლად. როგორც ხედავთ, სოფლიო შეიცვალა მნიშვნელოვნად. იმის მიუხედავად, რომ ორივე მძიმე შეტევის ქვეშ ვიმყოფებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი მთავრობის ხელმძღვანელობით სიტუაცია უნგრეთისა და საქართველოს მთავრობებისთვის ძირფესვიანად შეიცვალა. ძირფესვიანად შეცვლაში, როგორც უკვე ინტერვიუს მეორე ნაწილში მინისტრმა განმარტა, არის ერთადერთი მიზეზი და ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში შეცვლილი ადმინისტრაცია. სიარტო ამბობს, რომ ცვლილებები იქნება ევროპულ პოლიტიკაშიც და ეს აისახება პარტნიორებთან ურთიერთობებზე. ამის შემდეგ ის კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რატომ არ უჭერს მხარს უნგრეთი და არ დაუჭერს არასდროს მხარს, როგორც თავად აღნიშნა, პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე და ასევე რატომ არ შეასრულებს ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებას დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ. ვფიქრობ, ძალიან უსამართლოა ევროკავშირის მიდგომა საქართველოსადმი და საქართველოს მთავრობისადმი. ამის მიზეზი ძალიან მარტივია. ბრიუსელში ყველა პატრიოტული, კონსერვატიული, მემარჯვენე მთავრობების წულთ. თქვენს ოპოზიციას რომ არჩევნები მოეგო, მაშინ ბრიუსელი ძალიან ბედნიერი იქნებოდა. ისინი იტყოდნენ, რომ დემოკრატია საქართველოში საუკეთესო ფორმაშია. რადგან არჩევნების შედეგები მათ გემოვნებას არ მოერგო, ნათელი იყო, რომ თქვენზე შეტევა დაიწყებოდა. ასია უნგრეთზეც. 15 წელია ხელისუფლებაში ვართ და განგრძობადი შეტევაა ეს იმიტომ, რომ პატრიოტ კონსერვატიულ პოლიტიკას ვატარებთ და ეროვნულ ინტერესებს ვაყენებთ ყველაფერზე წინ. ქართული და საქართველოს ხელისუფლება შესანიშნავად მუშაობს. არ უნდა დანებდეთ იმის გამო, რომ ევროპიდან შეტევაა. ვფიქრობ, მალე პოლიტიკური ცვლილებები იქნება ევროპაში, როგორც შედეგი ვაშინგტონიდან მომავალი ახალი ტალღებისა და პატრიოტი კონსერვატორული მთავრობები მეტად გაძლიერდებიან. მე გუშინაც ძალიან მკაფიო ვიყავი. უნგრეთი გააგრძელებს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფას. არ ვაპირებთ ამის შეწყვეტას. ევროკავშირს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ წევრმა ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რაც ნიშნავს, რომ ეს წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაა და ჩვენ ჩვენით გადავწყვეტთ. ძლიერი გავლენაა გაიდლაინზე ბრიუსელიდან და ეს ცხადია, მაგრამ არაა სამართლებრივი ვალდებულება და ამიტომ არ მოხდება უნგრეთის ამის იმპლემენტაცია. მე ვეტო დავადი ასევე ქართველი პოლიტიკოსების, პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირების სიას, რადგან ჩემთვის მიკერძოებული იყო. ასევე მესმის, რომ ვერ მოიძებნა მტკიცებულება არჩევნების გაყალბებაზე საქართველოში. ჩვენმა დამკვირვებლებმა მოგცეს დასკვნა, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდა.
ასე რომ არ არის არც იურიდიული და არც პოლიტიკური საფუძველი ამ შეტევებისთვის. ამავდროულად ვფიქრობ, რომ USAID-ის დაფინანსების შეწყვეტა კარგი ახალი ამბავია. მე აბსოლუტურად წინააღმდეგი ვარ, რომ ევროკომისიამ თავის თავზე ეს თანხები აიღოს. მე ეს ძალიან ნათლად ვთქვი. რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა არ უნდა დახარჯოს ძალისხმევა და ენერგია, რომ დაგვარწმუნოს სანქციების საჭიროებაში, რადგან ეს პრინციპის საკითხია. არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ქართველი პოლიტიკოსი დასანქცირდეს პატრიოტიზმის ან კონსერვატულობის გამო. არ არსებობს მიზეზი პოლიციის თანამშრომლები მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში, რადგან ბრუსელის აზრით ისინი საქართველოს ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყვებიან. უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ახლა ერთადერთი გზა და გამოსავალი არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება და მოლაპარაკებების გახსნისთვის მუშაობა, დიალოგი ეს არის ერთადერთი გამოსავალი და ის, რასაც უნდა მიმართონ წევრმა ქვეყნებმა. ეს არის პიტერ სიარტოს პოზიცია, ამავე პოზიციას იკავებს სლოვაკეთიც, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრსაც დღეს ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა. ჟენევიდან კეთი ქარდავა გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ზუსტად 3 წლის წინ მმართველი გუნდის მიერ გაცხადებულმა პოზიციამ ქვეყანა ომისგან და ეკონომიკის ჩამოშლისგან იხსნა. მმართველი გუნდის შეფასებით ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება, რისის შედეგიც ქვეყანაში მშვიდობის განმტკიცება. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველოს რუსეთს სანქციებს არ დააკისრებდა, ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი NGO სექტორის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკული განცხადებები ისმოდა საერთაშორისო აქტორებისგანაც. ოპოზიციის რიტორიკა ახლა შერბილებულია, უფრო მეტიც ლელო, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა და ამ საკითხზე რეზოლუციის პროექტიც კი ჰქონდათ პარლამენტში დარეგისტრირებული, დღეს ამბობს, რომ მსგავსი რამ არავის მოუთხოვია. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მან ყველა საკითხს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ყველა საკითხს და გადაწყვიტოს. მას სჭირდება ყოველთვის მეგობრები, პარტნიორები და უნდა იყოს სწორედ აი ამ ხაზზე. რუსეთისთვის სანქციების დრო მაშინ როცა ვთქვით უარი, იმ დროს სანქციები არც იყო დაწესებული. მოხალისეები იმას ქვია, ვინც თავისით მიდის. ჩვენ ყველას გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის 3 წლის წინანდელი განცხადება. ეს იყო, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება და განცხადება, რომელიც გაახმოვანა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაშინ იყო პირდაპირ მცდელობა იმისა, რომ საქართველოში მოხდარიყო ესკალაცია, საქართველო ჩაერთოდ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც დაიწყო უკრაინაში და ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი. მათ შორის პრინციპული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა სანქციების არ დაწესებას. ჩვენ შევძელით ჩვენი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში მშვიდობის განმტკიცებას. 104 წლის წინ ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, 3 წლის წინ ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა. გავიდა 3 წელი და ახლა ყველა ხვდება თუ რამდენად სწორი იყო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, ყველა ხვდება, რომ მაშინაც ყავდნენ ორჯონიკი ძეები 3 წლის წინ ზუსტად ამ დღეებში, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ ესკალაციას, სანქციების დაწესებას, ცის ჩაკეტვას, საზღვრების ჩაკეტას. ის ორჯონიკი ძეები კვლავ არიან ჩვენს შორის, რასაც ვაკვირდებით, ვიცით, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა და ამაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. ასევე ვიცით, რომ არა ხელისუფლების მაშინდელი სწორი პოზიცია ჩვენთანაც ომი განმეორდებოდა და გვექნებოდა მეორე უკრაინა. დღევანდელ დღეს 3 წლის წინ ზუსტად მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენად მკაფიოდ, ვაჟკაცურად და სწორხაზოვნად ყოველგვარი მიკიბ-მუკიბვის გარეშე გაახმოვანა ერთადერთი სწორი პოზიცია, როგორც ლიდერმა ამ ქვეყნისა. და ამას რა ამბავი მოყვა. მრცხვენია ქართველობის და მსგავსი გამოხმაურებები ასეთი ტრენდი დაალაგეს მაშინ და დღევანდელი გადასახედიდან 3 წელი ისტორიაში ხო ძალიან ცოტა დრო. უკვე ძალიან ახლო მომავალში დადასტურდა რომ ღარიბაშვილის ის სიტყვები ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება, გათვლები, პოლიტიკური სვლები და პოლიტიკური გუნდის მმართველი პოლიტიკური გუნდის გათვლები და სვლები იყო აბსოლუტურად სწორი და ერთადერთი უალტერნატივო გზა, რომელიც საქართველოს გადარჩენას ემსახურებოდა. ფიზიკური გადარჩენის პარალელურად მოახერხეთ მაგალითად
ეკონომიკური წინსვლა ისეთი, რომ ევროპაში ვართ პირველ ადგილზე. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წელი გავიდა ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. დაშვებულია სახელმწიფო დროშა პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თბილისის მერმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მის მიმართ აგორებულ არაერთ ცილისმწამებლურ კამპანიაზე ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, საზოგადოება კარგად ხვდება, რომ მსგავსი კამპანიები მიზანმიმართულია და კონტრპროდუქტიული. ოთხი ისეთი ბრალდება მოისმინეთ და კამპანია აწარმოეს 4 სხვა მიმართულებით, რომ ყურში არ შეიშვებოდა არც ერთი. და გუშინ დააგვირგვინა მტკიცებულება შექმნა ტევ-პირველმა ნაცმედიის ერთ-ერთმა ყველაზე ბინძურმა დანაყოფმა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ რაღაც გამოარჩიეს 3 ყველაზე კორუმპირებული ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ადამიანი, კოლბახიძე, მდინარე და კომელაური და რატომღაც ხარ ამაზე ლაპარაკი ხოლმე კამერით ცოტა უხერხულიც გია, მაგრამ საიდან მოიტანეს ის, რომ ადამიანს ოჯახში გარდაცვლილი ყავს და უგზალავი, მაინც მაშინ უნდა მიიტანოს შეტევა პერსონალურად ასეთ ადამიანებზე. აი, ხო არ უნდა მოგაფიქრდეს ასეთი სიბინძური ადამიანი, სიბინძურეში ჩემპიონობაშიც კი თავისი რეკორდები გააუმჯობესეს ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. ხა, ვინ დაიქირავეს და ვის ფული გადაუხადეს, რა საზღვრებები ელაპარაკეს ქვეყნის გარედან თუ ქვეყნის შიგნიდან და ჩვენი გუნდის წევრებად რო იწოდებოდნენ თურმე ზოგიერთ ასეთსაც კი დაუკვეთეს და დარტყმები განახორციელეს. მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ეხლა როცა 1, 2, 3, 4 საზღვრება დაგაბრალეს, უკვე ხალხი ხდება რომ ეს არის დაალაგებული, დასპონსორებული ნეგატიური კამპანია, რომელსაც არ აქვს ეს ეგრეთ წოდებული ჭრა და პირიქით კონტრპროდუქტიულია და ურჩევ რომ პიარის მსგავსი ბინძური მეთოდები არ გამოიყენოთ, რომ მათზე უკეთესად მეტყველებს, ვიდრე იმაზე, ვისაც თავს ესხმიან. უკრაინის გეგმა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად საინფორმაციო პლატფორმა News9 უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ კიევი მოსკოვზე ზემოქმედების მიზნით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს. გამოცემამ მოიპოვა დაზვერვის ანგარიში, სადაც ზანგეზურის დერეფნისთვის ერევანსა და ბაქოს შორის სამხედრო დაპირისპირების პოტენციურ დადებით მხარეებზეა საუბარი. დოკუმენტის თანახმად ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის გაღვივების შემთხვევაში რუსეთს უკრაინის ფრონტიდან ჯარების გადაყვანა სომხეთში, კერძოდ გიუმრის 102 სამხედრო ბაზის გასამაგრებლად მოუწევს. სოციოლოგიური კვლევის მიხედვით გამოკითხული გერმანელების თითქმის ნახევარს უკრაინის დახმარება აღარ სურს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის INSA-ს მონაცემებით გამოკითხულთა 46% სურს, რომ გერმანიის ახალი მთავრობა უკრაინას ფინანსურად აღარ დაეხმაროს და არც იარაღი მიაწოდოს. უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტას მეტწილად ახალგაზრდა გერმანელები ემხრობიან. კიევის დახმარების გაგრძელების მომხრეა გამოკითხულთა 28%. ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ეთერს ნათია სორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.